გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ სოფი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს YouTube-ის არხზე. დღევანდელი ვიდეო იქნება ძალიან სასარგებლო თქვენთვის, თუ გაინტერესებთ ინგლისური ენის გრამატიკა. რომ არ გამოგხსნათ ახალი ვიდეო გაკვეთილები, გამოიწერეთ არხი. ასევე მესტუმრეთ Instagram-ზე, იმიტომ რომ იქაც გიზიარებთ უამრავ სასარგებლო ინფორმაციას. ჩვენ კი დავიწყოთ. დღევანდელი ვიდეოს თემა არის present perfect და past simple. დავიწყოთ present perfect-ით. პირველ რიგში შევხედოთ მის ფორმულას დადებით წინადადებაში. ნებისმიერი დადებითი წინადადება ინგლისურ ენაში იწყება სუბიექტით. ამიტომ ყოველთვის სუბიექტი არის პირველ ადგილზე, თუ ეს არის დადებითი, ანუ მტკიცებითი წინადადება. Present perfect-ს აქვს დამხმარე ზმნა to have. To have-ს აწმყოში, present-ში აქვს ორი ფორმა: have და has. Have გამოიყენება I-თან, use-თან, with-თან და they-თან. ხოლო has გამოიყენება his-თან, she's-თან და it-თან. თუ წინადადება იწყება სიტყვებით I, you, we, ან they, მაშინ გამოიყენება დამხმარე ზნა have. ხოლო თუ წინადადება იწყება ნაცვალსახელებით he, she, ან it, მაშინ გამოიყენება დამხმარე ზნა has. ასევე, რა თქმა უნდა, დამხმარე ზმნის შემდეგ present perfect-ში უნდა გამოვიყენოთ მთავარი ძირითადი ზმნა, რომელიც გამოხატავს მნიშვნელობას, ანუ კონცეპტს. Present perfect-ში გამოიყენება როგორც წესიერი ზმნები, ასევე არაწესიერი ზმნები. თუ ზმნა არის წესიერი, ვიყენებთ დაბოლოებას ed, თუ ზმნა არის არაწესიერი, ვიყენებთ მესამე ფორმას, რომელიც არის past participle. თუ გაინტერესებთ უფრო მეტი ინფორმაცია არაწესიერი ზმნების შესახებ, ამ არხზე არის ძალიან კარგი დეტალური ვიდეო ამ თემაზე, შეგიძლიათ ცოტა ჩასცხროლოთ, იპოვოთ, ნახოთ და საბოლოოდ გაერკვიოთ არაწესიერი ზმნების საკითხში. დავუბრუნდეთ present perfects და შევხედოთ დადებით წინადადებას. I have played. He has read. We have written. They have painted. თუ წინადადებაში სუბიექტი არის I, მაშინ უნდა გამოვიყენოთ დამხმარე ზმნა have. ხოლო ზმნა play არის წესიერი ზმნა, ზმნას play ემატება დაბოლოება ed. და ასე მივიღეთ ფრაზა I have played. მე ვითამაშე. შემდეგი ფრაზა he has read. ამ წინადადებაში სუბიექტი არის he. His-თან თუ სუბიექტი არის he, ესე იგი უნდა გამოვიყენოთ დამხმარე ზმნა has, იმიტომ რომ has გამოიყენება his-თან, she's-თან და it-თან. ხოლო read წაკითხვა არის არაწესიერი ზმნა და მისი მესამე ფორმა არის read. პირველი read, მეორე read და მესამე read. ერთნაირად იწერება, ოღონდ სხვანაირად იკითხება. შესაბამისად, მან წაიკითხა, იქნება he has read. მესამე წინადადება we have written. სუბიექტი ამ წინადადებაში არის we. შესაბამისად, გამოიყენება დამხმარე ზმნა have. We have, იმიტომ რომ have გამოიყენება I-თან, use-თან, with-თან და they-თან. ხოლო write წერა არის არაწესიერი ზმნა. მისი მესამე ფორმა არის written. პირველი write, მეორე wrote და მესამე written. შესაბამისად, ჩვენ დავწერეთ იქნება we have written. და მეოთხე წინადადება they have painted. ამ წინადადებაში სუბიექტი არის they. შესაბამისად, გვჭირდება დამხმარე ზმნა have. ხოლო paint არის წესიერი ზმნა, ამიტომ მას უბრალოდ ვუმატებთ დაბოლოებას ed. და მათ დახატეს გამოვა they have painted. Present perfect გამოხატავს ბოლო დროის ქმედებებს. ანუ ქმედებები, რომელიც ახლახანს მოხდა. ან გავლენას ახდენს აწმყოზე. მაგალითად, I have lost my keys. მე დავკარგე ჩემი გასაღები. Explanation. I can't find them now. ვერ ვპოულობ. ანუ ამ მომენტში მე გასაღები არ მაქვს, რადგან ახლახანს დავკარგე. ბოლო დროს დავკარგე. ანუ ახლო წარსულში რაღაც მოხდა და რაც მოხდა გავლენას ახდენს ამ კონკრეტულ მომენტზე. გავლენას ახდენს აწმყოზე. ანუ I have lost my keys ნიშნავს, რომ არა უბრალოდ დავკარგე 2 წლის წინ რაღაც გასაღები. არამედ ახლახანს დავკარგე და ამ მომენტში გასაღები არ მაქვს, როგორც შედეგი. ზუსტად ამიტომ present perfect-ს ქვია
present აწმყო, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ქმედება მოხდა წარსულში, მას აქვს გავლენა ამ კონკრეტულ მომენტზე. და თუ არის ეს კავშირი, ესე იგი დრო ავტომატურად არის present-ი, ახლანდელი. შესაბამისად, present perfect ყოველთვის აქვს რაღაც კავშირი ამ კონკრეტულ მომენტთან, აწმყოსთან. გავიმეოროთ. Present perfect არის ბოლო დროის ქმედება, რომელიც მოხდა ახლახანს, ან რომელიც გავლენას ახდენს აწმყოზე. მაგალითად, I have lost my keys. მე დავკარგი გასაღები. I can't find them now. ვერ ვპოულობ ახლა. ანუ ამ მომენტში გასაღები არ მაქვს. სახლიდან ვერ გავდივარ მაგალითად. ასევე present perfect არის წარსულში მიღებული გამოცდილება კონკრეტული დროის მითითების გარეშე. საუბარია ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე. მაგალითად, რამე ახალი სცადეთ, რამე ახალი დააგემოვნეთ, რამე ახალი ისწავლეთ და ასე შემდეგ. ანუ წარსულში მიღებული გამოცდილება. მანამდე ეს გამოცდილება ცოდნა არ ქონდათ და ახლა გაქვთ რაღაც მოქმედების ან მოვლენის შედეგად. მაგალითად, she has traveled to Japan. მან იმოგზაურა იაპონიაში. ანუ ადრე იაპონიაში ნამყოფი არ იყო, მაგრამ ახლა აქვს ასეთი გამოცდილება. ახლა უკვე ნამყოფია იაპონიაში. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, no exact time is mentioned. ანუ რამე კონკრეტული დრო მითითებული არ არის. არანაირი დრო მითითებული არ არის. გავიმეოროთ. Present perfect არის წარსულში მიღებული გამოცდილება კონკრეტული დროის მითითების გარეშე. საუბარია ძირითადად ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე. მაგალითად, she has traveled to Japan. No exact time is mentioned. Present perfect-ს აქვს რა თქმა უნდა თავისი დამახასიათებელი სიტყვები. ანუ სიტყვები, რომელიც ხშირად გამოიყენება ამ დროში. ეს სიტყვებია just, already, yet, ever, never, for, since. Just ამ წუთას. Already უკვე. Yet უარყოფით წინადადებაში ჯერ არა. Ever ოდესღაც. Never არასოდეს. For განმავლობაში. Since დროიდან, კონკრეტული მომენტიდან. ახლა კი გადავიდეთ past simple-ზე. Past simple არის წარსული მარტივი დრო. ანუ ეს აღარ არის ახლანდელი დრო, არ არის აწმყო დრო. იმიტომ რომ კავშირი აწმყოსთან past simple-ს არ აქვს. Past simple-ში შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც წესიერისმები, ასევე არაწესიერისმები. თუ ზმნა არის წესიერი, მას ემატება დაბოლოება ed. თუ ზმნა არის არაწესიერი, past simple-ისთვის გამოიყენება მეორე ფორმა. თუ გაინტერესებთ უფრო დეტალურად არაწესიერისმების საკითხი, შეგიძლიათ ნახოთ ამ არხზე ატვირთული ვიდეო მოცემულ თემაზე. ახლა კი შევხედოთ მაგალითებს. I thought. I არის სუბიექტი, thought არის არაწესიერისმის to think მეორე ფორმა. They planned. მათ დაგეგმეს. They არის სუბიექტი, plan არის წესიერისმნა, შესაბამისად past simple-ში მას ემატება დაბოლოება ed. ანუ თვითონ სიტყვა არ იცვლება. He wrote. მან დაწერა. He არის სუბიექტი, wrote არის არაწესიერისმის to write მეორე ფორმა. Write, wrote. და ბოლოს we worked. ჩვენ ვიმუშავეთ. We არის სუბიექტი, work არის წესიერისმნა, შესაბამისად past simple-ში წარსულ დროში მას ემატება დაბოლოება ed. ახლა კი შევხედოთ წესებს. Past simple-ის შემთხვევაში present perfect-ისგან განსხვავებით, ქმედება მთლიანად არის წარსულში. მაგალითად, I visited Paris last year. I visited Paris last year. მე ვიყავი პარიზში წინა წელს. ქმედება მთლიანად წარსულში, რადგან წინა წელი უკვე გასულია. ახლა უკვე სხვა წელი მიმდინარეობს. I visited Paris last year. I visited Paris last year. ქმედება მთლიანად წარსულშია. ასევე past simple არის ქმედება, რომელიც მოხდა კონკრეტულ დროში წარსულში. როდესაც კონკრეტული დრო აღნიშნულია, ან იგულისხმება present perfect-ისგან განსხვავებით, ხო? მაგალითად, I saw him yesterday. მე ვნახე ის გუშინ, ანუ არა უბრალოდ შევხვდი, არამედ გუშინ, კონკრეტულ დროს.
ანუ კონკრეტული დრო არის აღნიშნული მოცემულ წინადადებაში. I saw him yesterday. და მოცემულ წინადადებაში past simple გამოიყენება კონკრეტული დროის გამო. რა თქმა უნდა, past simple-ს აქვს დამახასიათებელი სიტყვები. ანუ past simple ხშირად გამოიყენება მოცემულ სიტყვებთან ერთად. ეს სიტყვებია yesterday გუშინ, last week წინა კვირას. ზოგადად ნებისმიერ ფრაზაში, სადაც გვაქვს last. Last month, last year, last century და ასე შემდეგ. In 2020 2020 წელს. ზოგადად ნებისმიერ წელთან ოღონდ არა მიმდინარე, იმიტომ რომ მიმდინარე წელი არის აწმყო, ხოლო past simple არის წარსული. Ago წინ, მაგალითად 2 days ago, a week ago, when როდის ან როდესაც და then მაშინ. ახლა კი გავიმეოროთ ამ მარტივი სქემის გამოყენებით. Present perfect ქმედება დაკავშირებულია აწმყოსთან. Past simple ქმედება მთლიანად წარსულშია. Present perfect დრო კონკრეტულად არ არის აღნიშნული. Past simple დრო კონკრეტულად არის მითითებული ან იგულისხმება. Present perfect აქცენტი გაკეთებულია შედეგზე ან აქტუალურობაზე. Past simple აქცენტი გაკეთებულია იმაზე, როდის მოხდა ქმედება. სულ ეგ იყო. იმედი ეს ვიდეო იყო თქვენთვის სასარგებლო და ბევრი რამ ისწავლეთ. თუ ასე, მოიწონთ ეს ვიდეო. ამით ძალიან გამახარებთ. ასევე გამოიწერეთ არხი და მესტუმრეთ Instagram-ზე. მე კი გამშვიდობებით ულამაზეს დღეს გისურვებთ დროებით.